დაპირების ამბო აგრძელებთ მშენებლობას 4 ახალი კორპუსის მშენებლობა დაიწყო და უკვე მომავალ წელს შესაძლებიან დევნილებას არის 280 ოჯახზე ამასობაში ძველი დაწყებული 2 კორპუსი მთავრდება პრაქტიკულად მე-10 სართულზე არიან და ძალიან მალე დამთავრდება 2 სართული გადარჩა დასამთავრებელი და უკვე წლის ბოლოსთვის ავარაუდოდ კიდე გამოაცხადებთ რამდენიმე ახალ კორპუსზე ტენდერს, ანუ მიდის ეს ეტაპობრივად, რომ პარალელურად ხდება შესახლება, მეორე ამოდის სართულები, მესამეზე იწყება საძირკვლის გახსნა და ეს იქნება ესეთი მუდმივი ეტაპი, მუდმივი შესახლება, სანამ ეს ტერიტორია მთლიანად არ მოხდება ათვისება. თავიდან მქონდა გათვლა 28 კორპუსის მშენებლობაზე, 34-ზე, თუმცა მე 20-ზე დაბლა ჩამოვიდა, იმიტომ რომ ქალაქ გეგმარებამ მოითხოვა შემცირება, თუმცა 2000-ზე მეტი ოჯახი აი ამ ადგილას მიიღებს ბინას. ყველაზე ტკბილნეული თემაა სამეგრელოზე მოსვანეთის რეგიონში, იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონში კონცენტრირებული ყველაზე დიდი კონცენტრაცია დევნილების არის აქ, სადღაც დაახლოებით 94,000 დევნილია. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ 1 წლის უკან დავანონსეთ მშენებლობა დევნილებისთვის კორპუსების, 2 კორპუსი უკვე აგერ ოქტომბრის თვეში დამთავრდება და ნოემბერში დაიწყებენ 154 დევნილი მიიღებს ფარც და შესახდება უკვე იმ 2 კორპუსში. ასევე სასიხარულოა ის, რომ ტოლთა და განსახლების სამინისტრო მთავრობასთან ერთობლივად დაიწყეს უკვე 4 კორპუსის მშენებლობა, სადაც 288 დევნილი მიიღებს ფარც და პირველ ეტაპზე 50 კაცი დასაქმდება. რა თქმა უნდა, აქცენტი კეთდება ტოლულებზე, ვისაც სურვილი ექნება აქ რომ დასაქმდეს და შემდეგ ეტაპზე დაახლოებით 220 კაცი იქნება დასაქმებული მთლიანად აი ამ 4 კორპუსის 12 სართულიანი კორპუსების მშენებლობაში.